ზესტაფონი ავსტრიის ჩემპიონი გუნდი შტურმი სამასპინძლოდ ემზადება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მესამე ეტაპის მატჩი ხვალ 20 საათზე გაიმართება. რა რეკომენდაციები მისცა მატჩის სამზადისისათვის უეფამ ზესტაფონსა და ფეხბურთის ფედერაციას დავით ერაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. დავით, გისმენთ. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა ზესტაფონში უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ რაც ზესტაფონში გამართული დაჩიას შეხვედრის შემდეგ უეფას დელეგატმა შესაბამისი წერილით მიმართა უეფას სადისციპლინო კომისიას ზესტაფონის სტადიონს დისკვალიფიკაცია მიეცა, რის შემდეგაც უკვე ეს თამაში ხვალ ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, თუმცა შეიცვალა დაწყების დრო და აქვე მინდა გულშემატკივარმა კარგად გაითვალისწინოს ეს ფაქტიც. მატჩი 21 საათის ნაცვლად 20 საათზე დაიწყება, ხოლო ისე უეფას რეკომენდაციის გათვალისწინებით თამაშის ორგანიზება მთლიანად დაევალა ფეხბურთის ფედერაციას, ვინაიდან უეფამ ჩათვალა, რომ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს არ აქვს საკმარისი გამოცდილება ამ რანგის მატჩების მაღალ დონეზე ჩატარებისა და დახმარებისთვის. უეფამ უკვე ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, ფეხბურთის ფედერაცია მთლიანად უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას სტადიონზე, ასევე მატჩის ნორმალურად ჩატარებას. 8 საათზე იქნება ხვალ თამაში. ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ დილის 11 საათიდან დინამოს სტადიონზე არსებულ სალაროებში და გაგრძელდება თამაშის დაწყებამდე. მიღებულია ყველა სახის უსაფრთხოების ზომები. საკმაოდ დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მოემგზავრება ხვალ, ორგანიზებულია ტრანსპორტი, ეწყდება ახლა შესაძლებელია მატარებლის საგანგებო მატარებელიც დაინიშნოს თბილისამდე და მერე უკან, ყველაფერი გარკვევის სტადიაშია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისელი გულშემატკივარი, ვიცი რომ ქუთაისელები აპირებენ ჩამოსვლა, იმედი მაქვს რუსთაველები დაგვიჭერენ აბსოლუტურად ყველა მხარს. ყველას მოგიწოდეთ მოვზანდეს სტადიონზე და საქართველოს მე მგონი ბოლო-ბოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე გულისხმობ მოხვედრა ეკუთვნის და ამას მივაღწევთ კიდეც. როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურის ეს მოწოდება უკვე ზედმეტიცა, ვინაიდან თბილისელი გულშემატკივარი ძალიან დაინტერესებულია ამ თამაშით და სავარაუდოდ ხვალ არა მხოლოდ ზესტაფონელი, არამედ თბილისელი გულშემატკივარიც დაუჭერს მხარს საქართველოს ჩემპიონს. ეს მართლაც ასე უნდა იყოს, ვინაიდან ხვალ თამაშობს საქართველოს საუკეთესო კლუბი და ზესტაფონი ძალიან ახლოსაა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთანაც. ამასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს ფანკლუბი ჯვაროსნების ხელმძღვანელობა, რომელიც რამოდენიმე ხნის წინათ შეიქმნა და საგანგებო განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოში. საკრებულო თბილისელებს მოუწოდებს ხვალ მივიდეს სტადიონზე და უქომაგოს ზესტაფონს. პირველი არ იქნება ეს, მე გაგრძელდება რა თქმა უნდა ეროვნულ ჩემპიონატს PR-ს ვაპირებთ, პოპულარიზაციას ხალხის მიყვანა სტადიონზე. ესე თამაში იქნება ხვალ თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ზესტაფონელებს ფლად არ გაუმართლათ იმდენად, რამდენად მათ საკუთარ სტადიონზე არ ეძლევათ თამაში შესაძლებლობა, ამიტომ მიმაჩნია, რომ თბილისელთა ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა მოვალეობაა, რომ ზესტაფონელს ამ მნიშვნელოვან მატჩში გვერდით დაუდგნენ, ყველანი მივიდეთ ხვალ ეროვნულ სტადიონზე, რათა ჩვენი დახმარება და გულშემატკივრობით ზესტაფონელებმა შეძლონ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ავსტრიის შტურმი თბილისში 6 საათზე ჩამოფრინდება, რა თქმა უნდა, ჩარტერული რეისით, რის შემდეგაც ფეხბურთელები დაბინავდებიან სასტუმროში. უკვე 7 საათზე შტურმის ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ, მანამდე გაიმართება ორივე გუნდის მწვრთნელთა პრესკონფერენცია.